გამოშვებას დავიწყებთ, მოკლედ, ასევე ძალიან საინტერესო თემები გვაქვს, ახლა მოკლედ შესავალს გავაკეთებ, ჩვენი პარტნიორი Grand Thornton საქართველო. ძალიან საინტერესო თემატიკას, ანალიტიკას გვიმზადებს, ასევე გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი პარტნიორი Greda ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შეაჯამებს იმ საინფორმაციო აქტივობებს, რომელიც ზოგადად განახლებადი ენერგიის ნაწილში ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. გადაცემის პირველ ბლოკს რაც შეეხება, როგორც დააგიანონსეთ, 2026 წელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის შესახებ კანონის ამოქმედებიდან 10 წელი სრულდება. აი ამ თემის მნიშვნელოვან პრეფერენციებს, რეფორმის მნიშვნელოვან გამოწვევებს და მათ შორის იმ ძირითად კაზუსებს და კომპონენტებს უკვე ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმართან ერთად მოვიხილავთ, მინდა მივესალმო Grand Thornton საქართველოს მმართველ პარტნიორს ბატონ ვახტანგ ცაბაძეს. მოგესალმებით ბატონ ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობა სანდრო და მადლობა მოწვევისათვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომ გაგიზიაროთ ჩემი ხედვები ამ რეფორმის 10 წლის თავზე შედეგებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოდით დავიწყოთ პირდაპირ გადავიდეთ ამ შემთხვევაში საქმეზე და გავაკეთოთ აი ამ 10 წლიანი პრეისტორიის ერთგვარი რეზუმე. საბოლოო ჯამში აღნიშნული გამოკვეთილი ტენდენციები, დინამიკა, პრეფერენციები, კაზუსებიც მათ შორის და ძირითადი კომპონენტები, რომელსაც მე უკვე ჩვენი საუბრის განმავლობაში ვეცდები რომ ჩავაქსოვო, უფრო სიღრმისეული და უფრო მრავლის მომცველი რომ იყოს ჩვენი დიალოგი, ჩვენი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ბატონო ვახტანგ, მე მაინტერესებს აი ეს 10 წლიანი დინამიკა, მისი მოკლე რეზუმე და შედეგები ძირითადად. გისმენთ ყურადღებით. 10 წლის წინ როცა რეფორმა დაიწყო, მანამდე თუ კომპანიების უდიდესი ნაწილი ანგარიშგებას ან არ ამზადებდა, ან ამზადებდა მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის და ეს არ ქვეყნდებოდა საჯაროდ, დღეს ნამდვილად ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ 1000-ობით და 10,000-ობით კომპანია აქვეყნებს ანგარიშგებას და დიდი მსხვილი კომპანიებისათვის, რომელიც პირველი, მეორე ეზომითი კატეგორიების კომპანიებისათვის აუდიტი უკვე სავალდებულოა და რაღაც ბიზნესის ჩვეულებრივ წესად და ჩვევად გადაიქცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ეკონომიკაში დაინტერესებული ხალხისთვის, ინვესტორებისათვის, რაც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ბიზნესზე, ეკონომიკაზე მთლიანად საქართველოში ბიზნესების განვითარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად, ანუ ამ მიზანს გამჭვირვალობის გაზრდას ამ რეფორმამ ნამდვილად მიაღწია. ეხლა სხვა გამოწვევები არის, რაც უკვე შეეხება ხარისხის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას და რეპორტინგის ანგარიშგების გარემოს და ჩარჩოების შესაძლო უფრო მეტად დახვეწას. უფრო მეტად დახვეწას. რა მოიაზრება უფრო მეტად დახვეწაში და ეხლა მოყვებით აბსოლუტურად იმ ნაწილში, რომ სტანდარტი ხარისხი რეალურად განვლილი პრეისტორიიდან გამომდინარე, რეალურად ახალი კონსტიტუციაც არსებობს, რომ ხარისხობრივი სტანდარტების ნაწილი იყოს გაცილებით უფრო განვითარებული და შესაბამისად დენომინირებული უკვე ბაზარზე, მაგრამ რეალურად დაცახვეწი პრეფერენციების ნუსხა რა არის და აი ამ ნაწილში რა იქნება თქვენი ძირეული რეკომენდაციები? რამოდენიმე საკითხი არის და ვეცდები რომ ცალ-ცალკე ავწერო ყველაფერი. პირველი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშგება სავალდებულო არის, აუდიტი გარკვეული ტიპის საწარმოებისათვის სავალდებულო არის და ეს კეთდება და ხარისხი როგორც ანგარიშგებისა, ისე აუდიტისა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც რეფორმამდე იყო, მნიშვნელოვნად გაზრდილია, მაგრამ დღეს ჩემი აზრით გამოწვევად რჩება ის, რომ ბაზარზე მაინც აუდიტი აღიქმება ჯერჯერობით კიდევ უფრო მეტად როგორც მარეგულირებელი მოთხოვნა, რეგულაციებთან შესაბამისობა და არა რაღაცა, რაც დამატებით სარგებელს უზრუნველყოფს ბიზნესებისათვის. ეს არ არის თქვათ არც რეფორმის, არც მარეგულირებლის, არც აუდიტორების, ასე რომ ვთქვათ, ბრალი. ეს უფრო ვფიქრობ, რომ არის უფრო მსხვილი ეკონომიკური სურათიდან გამომდინარე, სადაც დღეს მაინც ჯერ კიდევ საქართველოში ბიზნესის მფლობელი და მმართველი ჯერ კიდევ არ არის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული, შესაბამისად აქ არის ფუნდამენტური პრობლემა, ეგრეთ წოდებული აგენტის ფუნქციისა, რაც აუდიტორს უნდა კონდეს. აუდიტორის საჭიროება და აუდიტის საჭიროება წარმოიშვება ბუნებრივად მაშინ, როდესაც ბიზნესის მფლობელი არის სხვა და მმართველი არის სხვა და აუდიტორი არის ამ ორ გოლს შორის დამაკავშირებელი მფლობელის აგენტი, რომელიც დამატებით რწმუნებას აძლევს მფლობელს, რომ აი ბიზნესში შენი მენეჯმენტი როგორ მართავს შენ ბიზნესს და იმ ინფორმაციას, რაცაც
მოგაწვდის ფინანსური ანგარიშგების სახით, რამდენად არის ის ანგარიშგება სანდო, რამდენად სწორია ის ინფორმაცია და რამდენად სწორ ფინანსურ მდგომარეობას ასახავს, რამდენად სწორად ასახავს შედეგებს. აი ეს პრობლემა ჯერჯერობით რჩება და ალბათ უკვე ეკონომიკის განვითარების, იგივე საფონდო ბირჟის განვითარების პარალელურად ეს პრობლემაც საფონდო ბირჟასთან საინტერესო აქცენტი ახსენეთ, ეხლა აი რა კორელაცია არის რეალურად საფონდო ბირჟის ნაწილთან და აქვე თქვენს მიერ ნათქვამ კომპონენტს დაუბრუნდები, გეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეხლა მცირეა რეალურად ისეთი კომპანიების რაოდენობა, ვისაც ძალიან კარგად აქვთ დელეგირებული საკუთარი საქმიანობა და სეპარირებულია მათ შორის კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი რგოლების პოზიციები საბოლოო ჯამში, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ასეთი კომპანიების რაოდენობა ჯერ ბაზარზე ძალიან მცირეა. იმედია რომ გეთანხმებით აბსოლუტურად რომ აი ეკონომიკის ზრდასთან ერთად რეალურად ასეთი კომპანიების წილიც გაიზრდება მთლიანში და პროდუქტში და მერე უკვე უფრო კარგად დაერქმევა რეალურად ყველაფერს თავის სახელი. ეს ერთი და მეორე აი საფონდო ბირჟის ნაწილი რა ტიპის მასტიბულირებელი შეიძლება იყოს ამ ერთიან მოზაიკაში. აი ეს საფონდო ბირჟა არის ერთ-ერთი ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ აუდიტზე, რეალურ აუდიტზე მოთხოვნა გაიზარდოს. როდესაც იქნებიან მფლობელები ბიზნესების, აქციონერები, რომლებსაც ექნებათ ბირჟაზე კომპანიების აქციები ნაყიდი და არ იქნებიან ყოველდღიურ მართვაში იმ კომპანიისა ჩართული, რომლის აქციებიც აქვთ, რომ დაინახონ, რომ როგორ მიდის კომპანიის საქმიანობა მართლა, რამდენად ფინანსურად ძლიერია, ფინანსურად სანდოა, რამდენად სწორად ასახავს ის ანგარიშგება კომპანიის მდგომარეობას, რასაც წარმოადგენს და ეს გაზრდის აუდიტის საჭიროებას და ეს მეორე პრობლემას უკავშირდება, რაც დღეს კიდევ არის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტი აღიქმება მარეგულირებელ მოთხოვნად და არა რაღაც დამატებით სარგებლად, ეს იწვევს, ასე ვთქვათ, ფასებზე ზეწოლას აუდიტის მომსახურებაზე, რადგან ბუნებრივიც არის, თუ რაღაცა არის მხოლოდ მარეგულირებელი მოთხოვნა, მე მირჩევნია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადავიხადო ამაში და სადღაცა ეს წიჩკა დავსვა. მაგრამ როდესაც ეს იქნება მართლა მნიშვნელოვანი კომპანიისთვის, კარგი სანდო აუდიტორული კომპანიის საიმედო დასკვნა გაზრდის კომპანიის ღირებულებას რეალურად ბაზარზე, ხო, რაც ხდება განვითარებულ ბაზრებზე, სადაც აუდიტორის რეპუტაცია, რომელიც აუდიტის ხარისხიდან გამომდინარეობს, იქნება მნიშვნელოვანი, ეს გაზრდის იმასაც, რომ ბიზნესები დაიწყებენ უფრო მეტად დაფასებას ხარისხისას, შესაბამისად გაიზრდება აუდიტის ფასიც. და აუდიტის ფასი არ არის მარტო აუდიტორული კომპანიების მოგებისთვის მნიშვნელოვანი. ეს არის აუდიტის ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიტის ხარისხიან აუდიტს სჭირდება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველაფერს, ხარისხიანი პერსონალი პირველ რიგში. ხარისხიანი ადამიანური რესურსი ჭირდება, ძალიან დიდი ინვესტიცია დღეს უკვე ტექნოლოგიებში, ტექნოლოგიურ მხარდაჭერაში, პროგრამულ უზრუნველყოფაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში. აი, მოგვიანებით მინდა გითხოთ, უპირველეს ყოვლისა, ბატონო ვახტანგ, აი არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ და ძალიან საინტერესო კორელაცია გქონდათ იგივე კაპიტალის ბაზრის კომპონენტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კი ესეც ქმნის ერთგვარ ტრანსპარენტულ ჯაჭვს და მათ შორის აი ბიზნეს მენტალობასაც აბსოლუტურად სხვა დადებითი მიმართულებებით უკეთებს ტრანსფორმირებას, ამიტომაც ზუსტი კორელაციაა და მადლობა ამ ძალიან საინტერესო აქცენტისთვის. ეს ერთი. მეორე ნაწილი, რაც თქვენ ახსენეთ, ხო, ანუ რეალურად თუ ჩვენ ამ შემთხვევაში შევხედავთ აუდიტს ზოგადად არა როგორც რაღაცა სადამსჯელო პრეფერენციას, მექანიზმს და ასე შემდეგ და უბრალოდ აი მოვალეობის მოხდის კომპონენტებისგან გავთავისუფლდებით, ეს რა თქმა უნდა გაზრდის სერვისების ფასაც, მაგრამ ამავდროულად თამაშასაც, იმიტომ რომ ეხლა როდესაც სერვისების ფასის ზრდაზე გვაქვს ხოლმე საუბარი, ცოტა მაყურებლის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოდის ხოლმე, მაგრამ გვერწმუნოს ყველა, რომ რეალურად ხალისხიანი მომსახურება ეს რელევანტულ ფასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მენტალური ბიზნეს ტრანსფორმაცია იქნება თუ რაც იქნება, ამ შემთხვევაში ყველაფერი თავის ლიანდაგებზე დავაყენოთ. სანამ ტექნოლოგიური ინტეგრალზე კითხავთ აუცილებლად და ეს ჩვენი დიალოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეთავე არის, გარკვეულ პრეფერენციებზე მინდა, კაზუსებზე მინდა ასევე კითხოთ, რეალურად აი შეუსაბამო ანგარიშგების პერიოდშიც აი პირობითად არსებული კომპონენტების გამოვლენის შემთხვევაში, ხო აი პასუხისგებლობების ტვირთის გადანაწილებაზე მინდა აუცილებლად კითხოთ, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მანკიერება, ასევე გავლილი 10 წლიანი პრეისტორიის განმავლობაში. ძირითადად მოდის ხოლმე პასუხისგებლობის ტვირთი აუდიტორზე. მე იმას არ ვიძახი, რომ კომპანიაზე არ მოდის, კომპანიაზეც მოდის, მაგრამ ძირითადი ტვირთის მატარებელი ამ შემთხვევაში მაინც აუდიტორია. რამდენად სამართლიანია ეს პრეფერენცია? მადლობა, ძალიან კარგი კითხვა არის.
და ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაც ალბათ გამოსასწორებელი არის. დღეს მართლაც ასეა, რომ აუდიტის ხარისხის კონტროლი ბევრად უფრო ახლოდან ხორციელდება, ასე რომ ვთქვათ, ზედამხედველობის სამსახური აუდიტორულ კომპანიებს მუდმივად ამოწმებს SDP აუდიტორებს 3 წელიწადში ერთხელ და არასწორი ფინანსური ანგარიშგება დღესდღეობით რატომ ვამბობთ, რომ უფრო მეტი ტვირთი აქვს აუდიტორს. არასწორი ანგარიშგების წარდგენისათვის ძირითადი რისკი აუდიტორზეა, იმიტომ რომ აუდიტის ხარისხი მოწმდება და არასწორი ანგარიშგების შემთხვევაში შეიძლება სანქციები იყოს უფრო მნიშვნელოვანი აუდიტორისათვის, აუდიტორული კომპანიისათვის, ვიდრე იმ კომპანიისათვის, რომელიც აუდიტსაც ატარებს. მაგალითად რომ მოვიყვანოთ რაღაც 300 მილიონიანი, 200 მილიონიანი კომპანიების შემთხვევაში თუ კი ფინანსურ ანგარიშგებაში რაიმე უზუსტობაა, რა თქმა უნდა, კომპანიებსაც აქვს თავისწილი პასუხისმგებლობა, მაგრამ ფინანსური სანქციები მაგალითად რაც შეიძლება დაეკისროს კომპანიას და აუდიტორს შეუსაბამოდ დიდი არის აუდიტორისათვის და აუდიტორისათვის არ არის მხოლოდ ფინანსური სანქცია. აუდიტორისათვის არასწორად ჩატარებული აუდიტი შეიძლება მიიყვანოს იქამდე, რომ მან დაკარგოს ავტორიზაცია რაღაცა ტიპის კომპანიების აუდიტის ჩატარებაზე და შესაბამისად მისი ბიზნესი მნიშვნელოვნად შეიზღუდოს. აქეთ ამ ხარეს ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენების მხარეს ეს ძირითადად თავდება არც თუ ისე დიდი ფინანსური საჯარიმი და რასაც ისევ ის გამოასწორებს, რომ დაინტერესება ქონდეთ თვითონ საწარმოებს სწორი ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში და ისევ მივალთ საფონდო ბირჟასთან და ისევ მივალთ იქამდე, რომ თქვენებათ იყოს ცოტა ცუდი პოლიციელის როლი რო ვითამაშო დროებით. ანუ აი ეს არსებული პრეფერენცია, რომელიც პასუხისმგებლობის ტვირთს მეტწილად, თუმცა ხას უსვავ, რომ ამ შემთხვევაში ეს კომპანიისთვის არ მინდა რაღაც მოდულების საშუალება იყოს, იმიტომ რომ კომპანია რა თქმა უნდა არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და ნებისმიერი საჯარიმო სანქცია იქნება თუ საურავი იქნება, ანუ ამის თანაზი არის კომპანიაც არის ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ აი ეს ფაქტორი ხო უფრო ტონუსში ხო არ ამყოფებს შემთხვევით ეკოსისტემას და ანუ უფრო ხო არ ცდილობს, რომ შეცდომების მინიმიზაცია გააკეთოს რეალურად და ეს ტონუსი პირიქით უფრო ხო არ ეხმარება შემთხვევით ხარისხის ზრდასაც ამ შემთხვევაში. აი სუფთა ცუდი პოლიციელის გადმოსახედიდან ვსვამ ამ კითხვას. აუდიტის მხრივ ეხმარება, რა თქმა უნდა, და აუდიტის ხარისხს ეს ზრდის, რა თქმა უნდა, მკაცრი რეგულაცია. თუმცა თუ სწორად შევხედავთ, შეცდომები მოდის კომპანიის ანგარიშგებიდან. კი ბატონო. იქვე უნდა თავიდანვე უნდა მომზადდეს სწორი ანგარიშგება, ეს პასუხისმგებლობაც კომპანიას უნდა კონდეს და არა აუდიტორს. სწორად თუ მომზადდება ანგარიშგება, ყველაფერი გათვალისწინებული იქნება სტანდარტების მიხედვით. შესაბამისად, აუდიტიც შეცდომები თავიდანვე გამოირიცხება და არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, აუდიტორი აღმოაჩენს თუ არა შეცდომას, ხო? ანუ იქვე წყაროშივე თუ გამოვასწორებთ ამ შეცდომას ფინანსურ ანგარიშგებას უკვე კომპანია მოამზადებს სრულყოფილად. ბევრად უფრო დაცული ვართ ყველანი არასწორი შედეგებისაგან რა. აუდიტიც არ არის 100%-იანი გარანტია, რომ ყველა შეცდომა გამოვლინდება. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებია საწყის მონაცემებში შეცდომა, მით უფრო ნაკლები შეცდომა გვექნება ბოლოს და მით უფრო საიმედო იქნება ანგარიშგება, როგორც იმ კონკრეტული საწარმოს მფლობელებისათვის, ისე სავარაუდო პოტენციური ინვესტორებისათვის და ზოგადად ბაზრისთვის. ამიტომ შეცდომების გასწორება და სწორი ანგარიშგება უნდა დავიწყოთ წყაროსთან და არა ბოლოში, სადაც რაღაცა გავაკეთეთ და მე აუდიტორი მოვიდა და შეამოწმა და იპოვა ძირითადად შეცდომები, მაგრამ შეიძლება ვერც იპოვოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვემოთ არასწორი ნათქვამია შეიძლება იქვე წყაროსთან იყოს სწორი ანგარიშგება რა მომზადებული. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ტვირთი რეგულირების იყოს სწორად განაწილებული. იქითაც მომზადებლებზეც და რა თქმა უნდა აუდიტს ჭირდება ხარისხის კონტროლი და ეს ფაქტია, რომ ხარისხის კონტროლმა ამ რეფორმის 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა აუდიტის ხარისხი ნამდვილად. ამას ვერავინ უარყოფს. ცუდი პოლიციელიდან ახლა დაუბრუნდები ისე კარგი პოლიციელის ჩარჩოში და შესაბამისად მოდით ასეთ კითხვას დაგისვათ. რეალურად ახლა აი თქვენ ბრძანეთ და ეს ტიპიურად ბიზნეს მენტალური მანკიერების გამოძახილიც არის ახლა თუნდაც ფაუნდერებსა და აღმასრულებელ რგოლებს შორის არსებული პარიტეტი ჯერ რომელიც სათანადოდ არ არის დივერსიფიცირებული ეკოსისტემის ძალიან დიდ ნაწილში, ხო? მაგრამ ამავდროულად ახლა აი მე მინდა დავსვა აი კორელაციული კითხვა.
ანუ თან ხვდებით ყველანი რომ ხარისხი იზრდება. სტანდარტი იზრდება, შესაბამისი მოთხოვნების პარიტეტის იზრდება ამ ნაწილში. აი თვითონ კერძო სექტორი რამდენად მიყვება, კარგად ამ ყველაფერს და აი კერძო სექტორი რამდენად აცნობიერებს თვითონ ამ შემთხვევაში ინფორმაციის შეარინგის ნაწილს, რომ რეალურად პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელიც ჩვენი წინა კითხვა პასუხის ნაწილი იყო, ხო აი პასუხისმგებლობის ტვირთი მისიის ატარებელიც არის, მასზეც ვრცელდება. ამიტომაც აი რამდენად იზრდება სტანდარტი უკვე გადასახადების გადამხდელების კომპონენტში, კლასიფიკაციაში და აი რამდენად ყვებიან კარგად იმ ფერხულს, რასაც ხარისხობრივი თამასის მატება ქვია. კი ბატონო, ამ მიმართულებითაც ნამდვილად დიდი პროგრესი არის. მიუხედავად იმისა, რომ ისევ რო არ ვახსენოთ ეს კლასიკური აგენტის პრობლემა, ეს მაინც რჩება გამოწვევად, ხარისხი ანგარიშგებისა ასევე ძალიან გაიზარდა, იმიტომ რომ გაიზარდა პროფესიონალიზმის დონე აუდიტორულ კომპანიებშიც, თვითონ ფინანსური ანგარიშგების მომზადებლებშიც ეს პროგრესი არის. ამ ხრივ აი სხვა საკითხზე გადავიდოდი, ერთი კიდე მნიშვნელოვანი თემა ალბათ არის საჯარო დაინტერესების პირების კვალიფიკაციის, ასე ვთქვათ, საკითხი. დღეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია საზოგადოებრივი დაინტერესების პირი, რომლებიც დღეს არიან ფინანსური ინსტიტუტები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, მიკროსაფინანსოები და ასევე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების ნაწილი. ანუ ეს არის ის კომპანიები, რომლებიც თავის სახელი როგორც ამბობს, რომელთა ფინანსური ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, არის საზოგადოებისთვის საინტერესო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სფეროც უფრო გასავრცელებელი არის. გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა, საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესში ალბათ არის, ჩემი აზრით, მაგალითად სამედიცინო ან თუნდაც სამშენებლო კომპანიების ფინანსური მდგომარეობა, ხო? ჩვენ გვაქვს მაგალითები საქართველოში, როდესაც ერთი სამშენებლო კომპანიის ფინანსურმა წარუმატებლობამ ან რაღაც შეცდომებმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონია, ხო? დღესაც სამშენებლო ბიზნესის მით უმეტეს ესეთი ზრდის პირობებში შეიძლება იქ იყოს რისკები, რომლების მატერიალიზების შემთხვევაში ის რისკი არ დარჩება მხოლოდ იმ სამშენებლო კომპანიის მფლობელზე და დირექტორზე. ეს რისკი აისახება ყველაზე, ვისაც ნაყიდი აქვს რა ვიცი, დაუმთავრებელი მშენებლობები. უდიდესი ეკოსისტემაა. კი, ძალიან დიდი და მათი ფინანსური მდგრადობა, მათი ფინანსური სიჯანსაღე ნამდვილად არის საზოგადოების დაინტერესების ამბავი, ხო? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროს კომპანიებიც უნდა იყვნენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირები, რა თქმა უნდა, იქაც ალბათ უნდა იყოს რაღაც რანჟირება მოცულობის მიხედვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი სფეროა, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირი უნდა იყოს. ასევე ისევ სამედიცინო, ფარმაცევტული ბიზნესები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე. ეს სფეროებიც ვფიქრობ დასაფიქრებელია ყოველ შემთხვევაში და სამსჯელოა, რომ ხო არ უნდა იყვნენ ეს სფეროებიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირები. ძალიან სწორი და ძალიან დროული აქცენტებია, რაც თქვენ ახლა დასვით, თუმცა ჩვენი საუბარი არ სრულდება ამით, რა თქმა უნდა, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა აი ამ მართლა ფანტასტიკური აქცენტებისთვის. და ბოლოს ბატონო ვახტანგ, ეხლა მე ტენდენციებზე და ტრენდებზეც მინდა ჩვენი საუბარი შემოვიდა, ანუ ეხლა ხარისხის დასთან ერთად ეხლა თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების იმპლემენტირება გარდაუვალი პროცესი არის, რა თქმა უნდა, სექტორში და აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში აი არა უშავს, ანუ მე მაინტერესებს, წყალსაც შემოგაზრდით ეხლა, ანუ მე მაინტერესებს ჯამში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრალი. და ზოგადად დიჯიტალ სერვისების ინტეგრალი ეკოსისტემაში რა დოზით არის დენომინირებული უკვე უშუალოდ თქვენს პრიზმაშიც შეგვიძლია ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, Grant Thornton საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილების გამზიარებელია ამ მიმართულებით და შესაბამისად აი მინდა ეს ყველაფერი ტენდენციები, დინამიკა და ტრენდები მიმოვიხილოთ უკვე ჩვენი საუბრის ფინალურ აკორდში. ეს ძალიან დიდი თემაა, როგორც აუდიტში, როგორც მთლიანად ყველა ბიზნესში, ასევე კონკრეტულად აუდიტში. და აუდიტისთვის ეს ძალიან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შეიძლება ვიდრე სხვა მიმართულებებში, რადგან ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას, რომ აუდიტის მასშტაბი, აუდიტის პროცედურები ბევრად უფრო გაიზარდოს, საიმედოობა გაზარდოს, აქამდე თუ აუდიტი ტარდებოდა შერჩევითი პრინციპით და აუდიტორი ვერ ამოწმებდა
დიდი კომპანიების ყველა ტრანზაქციას და შერჩევითი მეთოდების გამოყენებით აკეთებდა დასკვნებს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრად უფრო მოცულობითი გახდეს შემოწმება, ყველა ტრანზაქცია შემოწმდეს, ტრენდები შემოწმდეს, მოკლედ ბევრად უფრო მეტ ინსტრუმენტს გვაძლევს, რომ უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად ჩატარდეს აუდიტი და შედეგები იყოს უფრო საიმედო. Grant Thornton-ის ქსელი, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა დიდი ქსელი ამ მიმართულებით მუშაობს და ხელოვნური ინტელექტის ელემენტები შემოაქვს აუდიტის მართვის სისტემებში, რომლებიც ჩვენც და სხვა დიდ აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ. სულ ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ესეთი სისტემა დავნერგეთ ჩვენთან, რომლის გამოყენებასაც ეხლა ვიწყებთ უკვე ალბათ აპრილიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იმისთვის, რომ აუდიტის ხარისხი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ამას ექნება გავლენა აუდიტის მიდგომებზეც, აუდიტორების როლზეც და მხოლოდ ციფრების დამადასტურებლიდან აუდიტორი ისედაც მიდის იმ მიმართულებით, რომ იყოს ბიზნესის კონსულტანტი რისკების დანახების მხრივ, ჩვენების მხრივ და ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს ხელოვნური ინტელექტი, რომ ამ მიმართულებით კომპანიებს კიდევ მეტი სარგებელი მივცეთ, მათ შიდა პროცესებზე უფრო დეტალური ანალიზი ჩავატაროთ და დეტალური რისკების სურათი დავანახოთ, რაც არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის აი ეს იმდენად კომპლექსური და მასშტაბური თემა არის, რომ ამასთან დაკავშირებით მე ჩვენი უფრო ვრცელი ფორმატები, მაგალითად გადაცემა შენობით ბიზნესთან უფრო კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ მიმართულებებზე სასაუბროთ. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო აქცენტებისთვის და მოკლედ თემა არის ძალიან აქტუალური, ძალიან მნიშვნელოვანი და ვეცადეთ ყოველ შემთხვევაში, რომ აი ამ 25 წუთიან ქრონომეტრაჟში გვესაუბრა იმ ძირითად გამოწვევებზე და პრეფერენციებზე. თუმცა ჩვენი საუბარი ამით არ სრულდება და რა თქმა უნდა, ახლო მომავალში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა. ბატონი ვახტანგ ცაბაძე, Grant Thornton საქართველოს მმართველი პარტნიორი, პასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.